friends. გამარჯობა. რა კარგად მეგობრებო, ჩვენ ვართ ძალიან კარგად. იმიტომ რომ რატომ? არის ჩვენი პოდკასტის 1 წლის ლიუბილე. Oh my god, yes it is. That is crazy. მე მგონი პირველი ვიდეო იყო 27 მარტს, წინაზე ვნახე, აღარ მახსოვს 26, 27. არ ვიცი, იმიტომ 25, could be 25. We will never know, you guys. ძალიან მაგარი. ანუ 1 წამი კრედიტი მივცეთ ჩვენ თავს ამ 1 წლის მანძილზე მეგობრებო. ანუ 356 დღე. 1 დღე არ ჩავაგდათ. 1 კვირა არ ჩაგვიგდია. ყოველ კვირაში დავდეთ ვიდეო. 1 კვირა იყო განსაკუთრებით რთული. მაინც დავდეთ ვიდეო. I swear to god. ხალხო. ოპერაცია გავიკეთე და მაინც დავდათ. ანუ ესეთი კონსტანტური მე ცხოვრებაში არაფერში არ ყოფილვარ. არცვა. მენა მაუცებ შემი თავი, ალბათ რაღაც ღვთის საქმეს ვეწავით და ამიტომ. და თქვენ გარეშედაც ვერ ვიზამდით, იმიტომ რომ ეს ყველა კომენტარი, განსაკუთრებით YouTube-ზე obviously. სიგიჟამდე მითფოს მე YouTube-ზე და live-ში. ანუ live-ში ხო. Live-ში ტოპარი ჩემთვის YouTube-ზე და მე რაღაც იმის შეგრძნება რო გაქვს, რომ შენ გვერდზე არის ეს community საზოგადოება თქვენ მე მართლა მითფობს გულზე ყოველთვის მიხარია რომ ვკითხულობ კომენტარებს გინდა ესეთი კარგი და თბილი კომენტარები გინდა უბრალოდ ესეთი საინტერესო კრიტიკა და ნეიტრალური ანუ ყველაფერი მაინტერესებს და ნეგატივი we don't give a fuck period. Yeah. ძალიან მაგარია, მართლა არ მჯერა, ძალიან მიხარია და მარტში ეს იქნება ჩემი ცხოვრების highlight-ი ბოლომდე, იმიტომ რომ ჩემი შვილი მარტში არ დაიბადება, არ მინდა თევზები და ვერძი იყოს. და ანუ პოდკასტის დაწყება იქნება highlight, იმიტომ რომ ქორწილის ვერ გექნება მარტში, ბანძია მინდაბია, obviously. So what else? What else is there? ზუსტად არავის და ანუ ჩემი ორი დაქალის აბადების დღე, მე whatever. მე არ მახსოვს უბრალოდ ჩვენ ვილაპარაკეთ სწორად საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. თუ კი? მე მგონი არა. I don't know. Let's talk about it. ალბათ მესამე ჯერის მანან სავარაუდოდ. იმიტომ რომ მართლა საინტერესო ისტორია ხალხო ამ პოდკასტის ანუ ისე არ ყოფილა რომ მე და ანას ასე ბაც მოგვინდა რომ და გავკეთებინა პოდკასტი. ეგრე არ ყოფილა და let's be fair. მივცეთ ჩვენ მეგობარს კრედიტი ჩემ მეგობარ, შენ ნაცნობ. ჩემ ნაცნობ. იყო ჩამოსული აუ, ერთი წუთი შესვენება, ეხლა ზუსტად იგივე თემაზე ვთქვი. კაროჩ, ჩემი შოტკარი დავითთან, რომ აი რაღაცას რო იტყვის, რომ დავითის მეგობარია და ყავს დავითის მეგობრები, მე ვამბობ, რომ შენ ხო მეგობრები არ ყავს და რაღაცა და გუშინაც მე რო გუშინდელ ამბავსას დაუბრუნებ, რაღაც მომენტში ვეუბნები ხალხს, რომ ამას ხო მეგობრები არ ყავს და ანუ მე დამარტყანი, მე ხო ძალიან ისეთი ვარ, არა გულში ჩათხრობილი ადამიანი და იზერელა ჩემილია გადავატარო ბევრი ესეთი შუტკა, უცებ დამარტყა, რომ მეთქენ მეგის რო ეს უთხრა ჩვეულებრივად ჩუაზე გადაიხევა, ანუ ძალიან ეწყინება რა. მეთქი დავითიც ანუ ჩემნაირი პოხუისტიც ვერ არის და შეიძლება წყინს თქვა წყინს, არა ხო? იმიტომ რომ ალბათ ანუ ყველა ხვდება რომ it's a joke. Yeah, thank god. იმიტომ რომ ანუ ზოგი ვერ მიხვდება და შენ ადგილას ხვდები და მიხარია, okay, let's ეს მაგაზე გადააწყდა. ანუ მართლა დღეს ანუ დილის 8-ზე მეტროში რა ვარ, უცებ დამარტყა და მეთქი კაი საღამოს გავაიესნებ, იქამდე იმედი არ მომწერს დავითი რომ ძალიან მეწყინა. ეგ ალბათ არც მახსოვდა. Thank god. That's why I love you baby. ხო და მოკლედ ჩემმა მეგობარმა და ანას ნაცნობმა იყო ჩამოსული ჩვენი კოლეგა ბრიტანეთიდან და იყო ჩამოსული და ოფისში ჩვენ ვლაპარაკობდით ანუ ესე გვისმენს თანავარდ ვლაპარაკობთ ხან ინგლისურად ხან ქართულად როგორც აქვს და ლანჩზე ვიყავით გასული სადღაც რესტორანში და ანუ გეუბნება რომ ანუ თქვენ ორის პოდკასტის მოსმენა ისე დამაინტერესებ და ისეთი განსხვავებულები ხართ და ამავდროულად ისეთი ანუ სასაცილოებია რა და ჩვენას უცებ დავფიქრდით რომ აი რა დაგჭირდება რომ გავაკეთოთ პოდკასტი და თან მაშინ არ იყო მართლა ამდენი პოდკასტი ანუ და თუ იყო არ იყო ამ და გვარი ფორმატის ანუ ლიტერალი ორი იყო I swear to god და ანუ მაგიტო გადავდგეთ ეს ნაბიჯი და საკმაოდ აი მე ვერ ვიტყვი რომ რთული იყო თუ რამე რაღაც მეხსა ანუ პირველი ნაბიჯის გადადგმა ოდნავ გაგუჭირდა იმიტომ რომ მარტის დასაწყისში ჩავწერეთ პირველი ეპიზოდი ნეტასაც მე არის და არ გავუშვით აქ და მე თავიდან ჩავწერეთ მაგრამ არ ვაღერთო არ იყო ეგეთი კარი ხო არა მე რა უფრო ჩაჭდა კაროჩა მაგრამ მე არ მაქვს ანუ პირველი ეპიზოდი სახელს რო ვარჩევდით იმ დღეს ეიმი რო იყო და მოდი ავარჩიოთ რა ამბობდა რა დაარქვითა ანუ ფიქრობდი რომ აი რა შეიძლება თამადა რაღაც ეგ ხო ეს ტურისტების ხოდი არის რომ ყველაფერს გონია რომ ეს თამადა თემაა და მეთქი ეიმი ძალიან კაი ინიციატივა მაგრამ მოდი სახელი ჩვენ ხო სახელი ჩვენ სახელი ჩვენ არის სახელი დავითმა არა ნუ არა შენ მოიფიქრა კაი ხო ამიტომ არის რომ it could have been better
მე მგონია რატო ეს სოციალიზმი ჩვენი სახელი ზუსტად აი თავიდან ბოლომდე აღწერს ჩვენ პოდკასტს. Live სიტყვა პირველი სიტყვა რომ ანუ ინგლისურიდან გადმოტანილი ბარბარიზმი არის, ანუ Oh my god. იმენა გასვალებაც. That is crazy, you guys. მე არ მაქვს ნაყურები და თქვენც თუ გინდათ მეგობრებო, უყურეთ პირველ ეპიზოდს და ნახეთ თუ როგორ გავიზარდეთ. აუ მე შინია მე არ მაქვს ნაყურები. იმენ არ შემიძლია. არის და მიყვარს ეპიზოდების ყურება, მაგრამ აი პირველს ვერ ჩავრთავ. თან ანუ მაშინ ხო არც განათება გქონდა წესერი, არც ვაედიტებდი. ვაედიტებდი ხარ? I swear ერთი წამი let's talk about it. ანუ დავითმა გადაწყვიტა რომ არის ვიდეოგრაფი და ანუ მოდიო გადავიღოთ რა ქვია, вообще ფორმატი როს არის აი ძალიან ნაცრისფერი რა. ანუ ნაცრისფერი რო ამთალი ვიდეო და მე ედიტორი რო ადებს ფერებს და ანუ ეს მაგონორზე იყო ხო იცით რა გონორია გამბიჩ და მეთქი are we sure about that და ანუ ერთი თვე მაჯერებდა რომ we were sure about that. ადებდა რა ფერებს პროსტა. ხალხო თურმე მაგ ეგეთი ტიპის ვიდეო. ეგეთი ვიდეოს და ისა დაედიტება თურმე აი ჩაოლებრივ ვიდეო ედიტორში ვერ იზამ მაგას რა ცალკე სპეციალური software ჭირდება და მე მყავს და ნახე ტიპები რომელებიც აი ასეთი უდიდესი აგრეგატები უდგათ აი DJ-ის ბუთივით აი ასეთი რაღაცები აქვს რა აი რო ვუყურებ ისე მომწონს მაგრამ ისეთი რთულია და ვიღაცა მითხრა რა ჰოლივუდში ამას ქვია color grader თუ არ ვცდები ძალიან მაღალი ანაზღაურება აქვს აი ძალიან და მაგისტრის იბრძოდი თუ what did you want ხო მეთქე პორტფოლიოში დავამატებ რომ აი color grader-იც ვარ swear to god და მე რაღაც ერთი თვის თავზე მიხვდა და დანებდა და კაი გადავიღო აღოდ მე ძალიან ბევრი დრო გამოიარა ამ ყველაფერმა და ხალხო საბოლოოდ მგონი ერთი 3 თვის ამბავი არის რომ პროსტა თავიდან ბოლომდე ერთი ფერი დაჯდა რა არა დავარესეტე თავიდან ბოლომდე კამერა რომ აი ყველაფერი მომეშორებინა და გასწორდა და ჩაულებდა. არა, ყველა ეპიზოდს ქონდა სხვადასხვა ფერი. ხო. ზოგი ყვითელი იყო, ზოგი ნაცრისფერი. ერთხელ რო იმენა 2016 ჩემი აზრით რომ ჩავსვით. ხო, ერთი ეპიზოდი რა გახსოვს იმენა რეტრიკას პოტრიბოდა. ეგ იყო ჩემი creative outburst, მაგრამ მაშინ სხვა რაღაცაში იყო პრობლემა და არ მახსოვს რაში, იმიტომ რომ either შუქი მე დამაჯერე რომ ესე ძალიან კაიაო და I remember. რაღაც ჭირდა თვითონ ვიდეოს. ძალიან ხო გენდობი ესთეტიკაში, იმიტომ რომ ძალიან კაი თვალი აქვს ესთეტიური და ყველაფერი და მეთქი really? და მე შევხედავდი მეც ეგრე რომ მეთქი კი თან. მე ვიცი რომელი ვიდეოები მოწონს, ცოტა ჩაბნელებული რო არის და გვერდებზე რო შუქი რო ჩანს და რაღაცა ძალიან cozy რო არის, ეგეც მენატრება. მოდი ეგრე ხო. No baby. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ეს ერთი წელი რომ გვიყურეთ და ძალიან მიხარია რომ ხართ და ჩვენ ერთმანეთს ესე ვავსებთ და ვქმნით ძალიან safe space ნათელ მომავალს ყველასთვის და რაღაცაირად fun არის ჩემი აზრით ყველა იმით გვიყურებს რომ რაღაც ისეთია chill აი უდარდალო შეგელია უსმინო casually უნაღლა ცხოვრება period okay რა ხდება და ამ კვირაში let's start with that ჩვენ გარდა ასევე ქონდა იუბილე. ერთი წამი. დავითი. ახალი ჰობი აქვს მე. ერთ აჩვენე, იმიტომ რომ ფარავს შენი ხელი. არა, შენი აჩვენე. მაგასაც ვაჩვენე, მაგრამ ჯერეს. Okay. გადაწყვიტა რომ აკეთოს სამკაული. გადაწყვიტა რომ ვარ high-end jewelry designer, მე და იარი თუ იცით მეგობრებო. არა, დავითი და 9 წლის გოგოები. ანუ მხოლოდ მათი ჰობი არის ეს და დღეს მე დამავწყე ყალსაბამის გაკეთება, რაც არასდროს ხდება. ყალსაბამები არის რაც მიყვარს ერთადერთი. და გამიკეთე თავისი გაკეთებული. ცოტა ხანში ერთი 20 წელში აი ამ კონკრეტულ ყალსაბამს ნახავთ ქრისტის აუქციონზე. Really? Yeah. იმედია ჩემი გადანილი იქნება. ჩემ okay, even better. ნახე მე შენზე წამოვედი. Yeah. მოკლედ ძალიან ვაფასებრი რაღაც ჰობები გაქვს, რომელიც 2 დღე ძლებს თავიდან ბოლომდე, მაგრამ still. რას ვაკეთებდით ამ კვირაში? არა, სადღან გადავთ რას ვაკეთებდით ამ კვირაში. მანამდე მინდა რომ რადგან იუბილეზე ვილაპარაკეთ, გველაპარაკა ასევე მეორე დიდი იუბილეზე. ნუ ეგეთ დიდზე არა, მაგრამ ჰანა მონტენას ქონდა 20 წლიანი იუბილე და ქონდა special რავი, ეპიზოდი გამოშვებული 1 საათიანი. Okay, let's fucking talk about that. მე გითხარით ხალხო რომ მაილი საიროსი არის ჩემი girl. I love her. მაგრამ მე არ მინახავს აქ ვეკეთყვით მთლიანი ეპიზოდი, იმიტომ რომ არც ვიცი დევს სადმე. სადღაც ვიპოვე რო დევს. ხო და ჩამიგდა, მაგრამ TikTok-ზე ამომიგდა 700,000 ვიდეო და რა თქმა უნდა რაღაცეებში გავერკვია. კარგი, ჩემი მოლოდინი იყო რომ 20 წლის თავზე იქნებოდა ან ფილმივით
რაღაცა მიძღვნილი რომ აი როგორ ვიღებდით დაუშვათ ან friends კონდა მაგდაგვარი ხო? ან ყველაზე ის შემთხვევაში როგორ ვიღებდით და მაილი რო იხსენებს და რაღაც ეგეთი იყო იდეაში რაც ახლა არის, მაგრამ უფრო მეტად. ანუ ეგ ყოველ შემთხვევაში მეკონა რეალურად მეკონა რომ იქნებოდა იმენა ის სცენარი რაც რეალში იყო, მაგრამ ფილმად. ან რაღაც ბოლო ეპიზოდი მაილის, ან მაილი 20 წლის მერე რა შვება და როგორ ცხოვრობს ჰანასთან ერთად, whatever. რაღაც ეგეთი აღმოჩნდა რომ არის ინტერვიუ ალექს კუპერთან. აღონდ ერთი წამი მან მინდა რომ გაგაჩერო, იმიტომ რომ ჩემი აზრით ალექს კუპერის მოწვევა მანდ იყო ყველაზე სწორი კაცლა. No honey. მე მგონია რომ აი ის კატეგორია ვინც უყურებს ალექს კუპერს, ბავშვობაში უყურებდა ჰანა მონტანას. და როგორც აღმოჩნდა რომ მაგრამ ნახე, მე ალექს კუპერი ხო გეუბნებრეთ ძალიან მიყვარს, ძალიან ვაფასებს რასაც აკეთებს, რაც შექმნა, სადაც მივიდა, უბრალოდ აი ძალიან ზედმეტი იყო აქაც ალექს კუპერის გაჩნდა, იმიტომ რომ ალექს კუპერი ვერ მიიყვანს აუდიტორიას იქამდე რომ მოდი ჰანა მონტანას 20 წლის საიუბილეო რაღაც სერიას ვუყურო, ხო? I agree with that. No, they don't need მაგაზე her. პოპულარული ინტერვიუერი ამერიკაში ჯერჯერობით ანუ ჰანა მონტანა is bigger than her. არა, ეგ ვიცი baby. ხო და ანუ ალექს კუპერის engagement-ი არ ჭირდებოდა. ჩემი აზრით ეგ არ იყო მიზეზი რომ ალექს კუპერი მაგრამ მე იცი მომწონა რომ მე მგონია რომ ის თაობა ვინც უყურებდა და კი მაგას ვაკავშირებ. აი მაგრამ ალექს კუპერი რამდენი წლის არის ხო არ იცი? 30 სადმე? ხო და მითხრა ბავშვობაში ვგიყურებდა და how? 15 წლის ადამიანი ბავშვია. 15 წლის ადამიანი არ წარმომიდგენა რომ ჰანა მონტანას უყურებდეს. Oh my god. მე ვიყავი ალბათ უფრო პატარა ბაზარი. ჩვენ ვიყავით, მე ვიყავი 4-ის რო გამოვიდა ჰანა მონტანა. ალექს კუპერი რამხელა. ალექს კუპერი არის 30 წლის თურმე. 21 პატარა. 21 აი იმენა 1 წუთის შევხედა. Whatever, 30-ის მერე 35-მდე არის სულ 30 ქალისთვის. ძალიან weird არის არა? ანუ არც ისე weird არის. Weird არის ის, რომ out of all the people ვინ უნდა მიეწოთ კარი? არა, ინტერვიუერი ესეთი არ უნდა ყოფილიყო. Okay, მაგაში გეთანხმები და ძალიან დიდი კრიტიკა მოყვა იმას, რომ არავინ არ იყო, ვინც თამაშობდა მან და ანუ ის თავისი best friend-ი გოგო არის. მარტო მამამისი იყო. მარტო მამამისი, ანუ ის ძმას ვინც თამაშობდა, ანუ ყველა პრემიერაზე იყო. ის გოგო მეგონა იქნებოდა ლილი ერქვა თუ რა ერქვა? ხო. Emily Olsen, whatever. კაროჩე, ცოტა იმედი გამიცრუდა. მაგრამ მაინც მომეწონა. Ясно. მაილი სადაც არ უნდა გამეჩნდეს ძალიან მომეწონება. უბრალოდ ის რომ ანუ მაილი შედის როგორ იწება, მე რაც ვნახე TikTok-ში შეიძლება რაღაც სხვადასხვა წლის აქვს. იმ სახლში და აი აქ ამაშებოდით რაღაც მაცივარს გამოაღებს და ვინ იცის ჩემზე უკეთ ჰანა მონტანა თუ არა ალექს კუპერმა. თუმცა ძალიან დიდი ფანია და ბევრჯერ ყულსაუბრია რომ ძალიან დიდი ფანია და მაილი სადაც ცხოვრობს, იმის მეზობლად ცხოვრობს და ვითომ მაილი გადაობდა რაღაც პრემიერაზე რა ჩემ სტალკერად გადმოვიდაო და როგორც კი გადმოვიდაო, ეგრევე მოვიდაო და ჩემ შესასვლელთანო კარტანო ინტერვიუ გამიკეთაო რაღაცებს მეუბნებოდაო იმენა სტალკერია. იმენა შენ ხარ აღა? იმენა მე ვიცა. ანუ იმენა ჩაუსაფრთებოდი. ვითომ ფული როგორც კი შავა ეგრევე ჩემთან გადმოვიდაო და იცი რა არის? მე ეგრევე ვიზამდი. Яснად. უბრალოდ შეიძლება და რაღაც უკეთესად განვითარებულიყო. ასევე ის ფაქტი რომ მამამისი გამოჩნდა და ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს ანუ მაილის დედა Trish Cyrus გიждები southern accent რო აქვს გააქვსმენილი იმ ქალის ლაპარაკი აი ძალიან დედოფალია და ერთამე Tish ხო და ძალიან ისეთ დაძაბული ურთიერთობა ქონდათ და მამამისმა რაღაცა ნარკოტიკებზე იყო და ცოტა ძალიან ცუდად იყვნენ. და ეხლა რომ გამოჩნდა მაილი რაღაც მომენტ შეეუნება რომ აი შეხედეო ყველაფერი ზუსტად ისე არისო როგორც აქამდე იყო, ჩემი და შენ გარდაო. Can you believe that? ანუ ვითომ გავიზარდა შეიძლება იქ გულისხმა, მაგრამ სხვანაირი ისეთ დატვირთვა შეიძლება მივცეთ. Why are they beefing? ანუ ექვსსულიან ოჯახში არის ყოველთვის რაღაცა to beef about. To have a beef about. და მიყვარს რომ ანუ ერთ-ერთი ადამიანი ვინც მოიწვიეს, ვინც თამაშობდა მაგ სერიალში, არის ადამიანი ვისთანაც ცუდი ურთიერთობა გაქვს. Okay, კიდევ ვინ იყო? Selena Gomez-ი, ნახე? რომელიც აღონტა მაგაზე მაგ კომენტარი გასაკეთებელი. Selena Gomez არის ჩემი favorite, იმიტომ რომ მე მიყვარდა Wizards of Waverly Place. Is she? ანუ არასდროს არ დაგიცვია Selena Gomez. არა, that's was the მაგაზე არ მაქვს. მე როცა ბავშვი ვიყავი, მაგ ეგეთი ტიპის შოუები და ყველს მეთმევასო და იმიტომ რომ ჯადოქრობა, ეს მაგია, fantasy და ჩემი ეს არის. I would eat that up. ეს გოგო სერიალში იყო 2 ეპიზოდი. 2. რა უნდა და მან თუ ვხვდები? ხა.
ანუ კი საყვარელობა იყო რომ ორი უდიდესი Disney stars ერთად შეხვდნენ და ერთად. ანუ იმენს მადლობა. ეგ დატვირთვა ქონდა ზუსტად. ხო, მაგრამ მინდა დააბრუნონ Emily Olsen. ანუ გასაგებია რომ რაღაცა sitcoms წერდითო თუ რაღაც მაგ show აქვს თუ რაღაც კაროჩე, მაგრამ ორივე გადაღება ხდება LA-ში და დავიჯეროთ მართლა ვერ მოახერხა რომ აი გადმოერბინა Warner Brothers იმაზე. არა, რაღაც სხვა გასვლა ქონდათ აშკარად. ყველა საინტერესო ხოთა შორს რაც არ გვილაპარაკია და არ ვიცი შენ მოისმენე თუ არა, რომ ეს reunion to special episode არც უნდა მომხდარიყო ხალხო. უბრალოდ უნდა ამას მაილის და ანუ ასე მოიგონა და ანუ ინტერვიუებში ამბობდა რა ხო აი ვამზადებთ რაღაც. ხადავ, she manifested that shit. ნუ manifestation მაგას უკვე არ ქვია, მაგას უკვე სინაგლე ქვია, მაგრამ ანუ kudos to fucking her. ანუ ეგრე that's how everything gets done in Hollywood. Okay, whatever. ჯერ ერთი მაილის მიცეთ ყოველ კრედიტი ძალიან ვიწე არის. Say that. თან რო შემოდის და იმ დედოფლურ სიმღერას რომ ძალიან კარგად გამოიყო. Girl like me. პრესტა უნდა შეწყდეს ალექს კუპერის ჩვენი თანამედროვეების ოპრად ქცევა. ანუ რამდენადაც მიყვარს. უნდა იქცეს. არ უნდა იქცეს შემი მე აზრით. მithmetes ანუ ყველაზე გადაობა არის მე ვაფშე არ უსმენ ალექს კუპერს გარდა იმისა თუ აი ვინმე ისეთი არ არის მიწოლი სავარაუდოდ from Mormon wife. ანუ საიდან თრეულობს ესეთ რესპონდენტებს შეგიძლია მითხრა. ეგ როგორ თამარიცი აი Avalanche-ის ის არის რომ აი ერთი პატარა რამე რო დაიწყო და უკვე გავარდა, მე უკვე მარტივად მონდეს. ანუ ეხლა ამის თემი უკავშირდება ხო ალბათ ამ სელებრიტებს და დაჟე შეიძლება ისინიც აქ ეწერენ. მომენტ ანუ უკონკურენტულა გოგჩა რა. მაგრამ რა მაინტერესებს? აი ჰეიტერი რატო გავიჩთე არ ვიცი. უბრალოდ მე იცი რა მინდა. ძალიან ევასება ანუ ხალხმა ძალიან დააჰეითა ამის გამო და მე ვხვდები რომ იცი ცოტა უკვე ძალიან ზედმეტად ჩანს რა და მე როგორც ადამიანი რომელსაც არ უყვარს ამდენი ყურადღება აი რაღაც კარგი ხარ რაღაცაში ანუ say there ანუ ყველაფერში რო გადაწყვები ძალიან დაუმსახურებელი ჰეიტიც მოგდის და არ ქონდა ამის საჭირო. ხო. ისედაც ტოპი არის რა. ახლა მინდა გაჩვენო ძალიან თესლი Vanity Fairs გადაღება რომელსაც ქვია The New Late Night. პროსტა არ მახსოვს Late ალექს Night Show თუ პრესტა Late Night. რო დავაპატარავე უფრო. Late Night რა. ანუ The Late Night Shows სტილი ხო იცი იმაში რა ქვია ამერიკულ კულტურაში და ახლა აქ საუბარი არის ანუ ინდუსტრიის ახალ ბავშვებზე რა. და ნახე ვინები არიან. ანუ არის ის ტიპი Jake Shane of course. Jake Shane არის ის ტიპი არის wins hot ones წერს. Okay. Quen Blackwell. ის არ ვიცი ვინ არის. Quen Blackwell როგორ არის ვინ? Have no idea. Alex Gonzalez და ქალიც არის. Really? და LVL-ში იყო რომელიც კიდე არ გინახავს. Sorry. მაგრამ მან პროსტა cameo ქონდა. Okay. ეს ბრიტანი ბროსკი, ეს ის ტიპი არის What's your hot takes რა კითხება New York-ში, ეს ჩვენ Really? Oh. He made it. ხო, მაგრამ კარგი ნახვები აქვს მაგის ვიდეოებს. ეს არის ჩვენ დედოფალი Emilia ამის კონტენტი მართლა ძალიან მევასება. რა ქვია chicken soup Chicken shop date. Chicken shop date. როგორც ყოველთვის გაშლა მაგათ. ეს არის ჩემი უსაყვარლესი და ყველას გირჩევთ რა უყუროთ ზივე. Have no idea. მე შენი და კომპლექტებულია ეს ხო? მგონი მე ვიყავი ის რა ქვია ედიტორი. მე ამათ არ ჩავსავდი მაგალითად. არის ეს ახლა Owen Bowen-Yang. Okay. ასავა შენი და მისი მეგობარი, ამის სახელი არ მახსოვს ძალიან დიდი ბოდიში. Bowen-ის მეგობრად არის წასული? ნუ Bowen-ის მეგობარი რომ ანუ ორივე ერთად აკეთებენ იმას რა ქვია პოდკასტს და ეს ტიპი არ ვიცი ვინ არის ამ Oh my god. ეს ახლა იმპრომპტუ გავაკეთე. ეგენი არიან ვინ? რო არის ახალი მედია, ახალი თაობა რა კაროჩა. ალექს კოპერიც უნდა. აი მან უნდა იყოს. ხო და მან რატო არ იყო? მე ახლა გამახსენდა რა, მაგრამ ის რატო გამახსენდა ეს რა ვინ უნდა ყოფილიყო შენი აზრით? ამ გოგოს ნაცვლად, იმიტომ რომ მაგ გოგოს ჰქონდა ერთი დავალება, რომ ჩაეტარებინა ინტერვიუ. ინტერვიუ არ უნდა ყოფილიყო მე აქედან ვიწყებ და თუ იქნებოდა უნდა გაიკეთებინეთ ერთმანეთისთვის. აი ეგ გოგო რა ქვია Olsen-ი ვიღაცა. Emily Olsen ხო. აი ეგ უნდა ყოფილიყო და იმას უნდა იკითხა რაღაცა. მე მაილის იმისთვის უნდა იკითხა რაღაცა. აი გაიხსენებინათ რომ აი გახსოვს მაშინ აი ნოსტალგიურად, which we all love. Yeah. მაგრამ მაინც მე ვაფასებ, მადლობა რაც მოგცეს. I appreciate it. Well, whatever. გინდა რა ხა Wizards of Волшебникис. Волшебникების ისა reunion სიგიჟამდა. მაგრამ მანდაც დრამები არის თუ არ ვთქვი, უნდა ეგრე ჩახედელი არ ვარ მაგ ყველაფერში. ეგ იყო ყველაზე ჩემი საყვარელი და ის. იქ უფრო რთული იქნება, იმიტომ რომ აქ ხა ერთი story იყო ხო, Hannah Montana-ში. მანდაც Selena იყო. Selena, მაგრამ ანუ ოჯახის მთელი თემა იყო ყოველთვის.
და თურმე სელენა ჯერ ყოფილა ჰანა მონტანაში და მე მისცეს თავისი შოუ. Really? I didn't know that. ეგრე ითქვა. და მაილის უთქვამს, ოღონდ გამონარიდი არ მინახავს, რომ თურმე ხდებოდა Zack and Cody-ს რომელიღაცას. Dylan's. გამოვშტერდი, იმიტომ რომ მაგაჩ არის განსხვავება, ასე ყოფილი ძალიან დიდი არ არის, მაგრამ ანუ ვიდეო რა გვაჩვენეს ერთ ეპიზოდში რომ ერთად არის, გოგო ამხელა არის და ის ამხელა არის და. აუ კიდე რომელიღაცა იყო. მე მგონი Jonas Brothers-თან რომელიღაცა. ნუ ეხა ეგ obviously ხო. არა, ეგრე რაღაც განსხვავებულად რა არ ხდება. Justin-თან იყო Selena ეგრე. თავიდან სანამ Justin-ი ტანსა იყრიდა. ატარა იდგა ხოლმე და ის დიდი იყო, ასე კითხავს უფრო დიდია და ხო იცი ბიჭებს გვიან ეტყობათ. Yeah baby. მოკლედ დავით მე და შენ ერთად უნდა უყუროთ მაგას. მინდა რომ კინოთეატრში იყოს. კიდე იცით რას მნანა? ერა სტორი რა იყო? მაგის რაღაც ფილმივით რო გადაიღეს. იყო მგონი აქ. ერთი ჩვენება იყო მე მგონი და არ წავს ხოლმე, იმიტომ ეგეთი გიჟი Taylor Swift-ის ფანიც არ ვარ, მაგრამ იმენა მევასება ეგეთი ხადამე. მე როგორც ვიცი ვიღაც ამბობდა რომ აი არაფერი არ გესმოდა, იმიტომ რომ ყველა მღეროდა, მაგრამ მე მგონია რომ ეგეთი რა უნდა მოგესმინან ეს კონცერტზე იყავ. ხო და მე მაგას ვამბობ რომ ეგეთი ვიდეო, ანუ კინოების მთლიანი მუღამი ეგარი რომ ინტერაქტივი არის და რაღაც ერთობა ხალხი. ერთადერთი ყველაზე ეგეთი ინტერაქტიული ფილმი რაც მახსოვს ჩვენ რო ვიყავით ერთად იყო Wicked. არავინ არ მღეროდა. მაგრამ ანუ ზოგადად არა რაღაც მომენტში popular აი მაგაზე მე ვიმღერე ცოტა გახსა. დევ კარგი. ალბათ ყველას გაულამაზა ეგ საღამო. I know. მაგრამ ეს ის რაღაცა უფრო ის იყო და ალბათ მე დავდივარ ისეთ დროს როცა კაცშვილი არ არის ან ყველა ჩემნაირები იკრებება რომ ხმას არ იღებს იმაში. რატომ housemates-ზე რა ვიყავით Lana Del Rey სიმღერა რა ჩაირთო მანდაც ავყავე. ძალიან ისეთი ვარ აქტიური მსმენელი. ხო შეხცი ძალიან. Go with the flow. ძალიან cool. დავით ძალიან გული მტკივარ კიდე ერთხელ უნდა წამოვჭრა ეს თემა, მაგრამ Chapel Roan-ი კიდე არის შარში. და Chapel Roan-იც რომ იწვეულიყო მანდ ნახა ჰანა მონტანას იმაზე. ვაში. ახლა ვცეო დაენძრა. აი ხა წყობიდან არ გამოვიდა. რისთვის? ანუ რა უფლებით? მისულიყო როგორც მივხვდი, რომ ანუ აი როგორი გავლენა ქონდა ჰანა მონტანას Chapel Roan-ზე და მის კარიერაზე და აი როგორც pop star. ხო, ანუ შენ ეხა გამახსენდა, სადღაც წავიკითხე, რომ ვითომ შენ გამზარდაო თუ შენ მასწავლეო რაღაცაო და ვითომ მაილი არასდროს არ იზამდა მაგას ესე ჩაპელი აკეთებს. არა, მე მგონია რომ პირიქით ეგ ქონდა conversation, რომ აი შენ რო ეგეთი აპოტაჟური ყავიო, you paved the way-ო, რომ ანუ აი ხო, მაგრამ მე ფანებთან დამოკიდებლობას ამბობ, baby, which is the issue. Okay, კაი, მოდი. და მინდა ეხლა ბოდიში მომიხადე ჯერ. არა, იმიტომ რომ მინდა რომ ეს იყოს ბოლო ჯერ, როცა განვიხილავთ Chapel Roan-ის ანუ ფიზიკურად ვერ იქნება, იმიტომ რომ გოგო არ მაძლევს საშუალებას რომ შევისვენო და ცოტა ამოვისუნთქო რა. რაღაცა ცოტა გადავაგორებ, გადავხარშავ, რომ ესეთი ადამიანებიც არსებობენ, არა უშავს bla bla და დაარტყამს უცებ რაღაცას რა. აგვიხსარე რა სიტუაცია იყო? მოკლედ, ბრაზილიაში და ერთ დღეს უეჭველი უნდა გავიჩნდათ ბრაზილიაში რამე ფესტივალზე არის ახლა ფესტივალი. ეს ჩაგდე ასე არ ვიცი. მე მივდივარ და შენ არ ვიცი. რაღაც სხვა გაქანებაა ჩემი აზრით. ახლა მილიარდი კაცი რო არის და შენც რო იქ გახარ და აი რო გეშინია რა რაღაც ტერორისტული აქტი შეიძლება მოხდეს და აფეთქდე, მაგრამ მაინც რომ მიდიხარ, იმიტომ რომ ძალიან კაი ბანდი იქნება ვარა. შეიძლება უნდა ყოფილიყავი აი ჟურნალისტი. I know. That's what I wanted to be so badly. აი რაღაც ხო ის აი warm work era. მინდა რომ სადღაც ავღანეთში ვიყო და აი რაღაც ბომბები ცვიოდეს და მე რომ სადღაც გავიქცევი და თან ასე სუსტოდ რო ჩანხარი თან ხვდები და ასე თქვა. You know me too well. მაგრამ ეხლა რა აი ეხლა რომ ირანში ვიყო ან სადღაც ლებანონში სადაც შეიძლება დავყოფილიყო. Thank God. ხოდა მოკლედ ფესტივალი არის ახლა ბრაზილიაში და ანუ იქ ხალხო რაღაც სხვა მასშტაბებზე ალაპარაკი, რაღაც 100,000-ობით ადამიანი ესწრება და Chapel Roan-ი ისვენებს რა თქმა უნდა რაღაც ძალიან ძვირიან რჩება სასტუმროში და მაგ გოგომ ვერ გათვალა რომ ჩვენ ღატაკ ხალხს კი რაღაც გვეშარება და გვიბზუებს ხვირს, მაგრამ დიდრებიც არიან, okay? ხოდა სასტუმროში ყოფილა და ერთ-ერთი ცნობილი ფეხბურთელის შვილი იქ იჯდა და რო დაინახა Chapel Roan, მე მგონი ვაფშე მაგისტვის იყვნენ მან ჩასულები რომ კონცერტზე წასულიყვნენ. მისულ 11 წლის გოგო. ჩაულია პროსტა რომ დარწმუნებული იყო რა ხო Chapel Roan. ეგეთი გამიკეთებია, ვიზე გამიკეთებია მართლა არ მოსო, სადღაც რესტორანში ვიყავთ, პატარა რო ვიყავ, ვიღაც ცნობილი იყო და ესე ვითომ საბერფაშოში გავდიოდი თუ რაღაცა ის საერთოდ. და ითო იტყობათ უეჭველი რომ შეგიყურებენ. So cute. და ჩაუარა რომ შეხედოს და დარწმუნდეს და თურმე
მე ძალიან გახარებული მისულა მაგიდასთან რო ეგ არის და მოყვა დაცვა და გიჩვენებთ სასტუმროს ადმინისტრაციასთან დაცვამ უთხრა. კაცი რაზე ოღონდ. ანუ რომ რაღაცნაირად უზღუდავ თავისუფლებას Chapel Roan-ს თუ რასაუნებოდა პაპარაცის რა MySpace თუ რაღაცას მსგავს. და ბავში გაგუდულა ტირინით, აი ძლივს წამოუყენებიათ, ისე ცუდად იყო, ანუ თურმე შოქში ჩავარდა რა ბავშვი და აი არა სვაპუქე, მაგრამ ალბათ ძალიან რა იდიოტია. ხო და მარა ბრაზილიის მერმა, ბრაზილიის დედაქალაქი არის ბრაზილია, just so you know you guys. Rio de Janeiro's მერმა, babe. არა ბრაზილიის. Rio de Janeiro. Are we sure about that? იმიტომ რომ literally ორი წამის წინ უსმენდი მაგ ყველაფერს. Okay, fuck me. მაგრამ რომ იცოდეთ ვიცი ბრაზილიის დედაქალაქი, which is so difficult. აუკრძალა, მოკლედ ვერც ერთ ფესტივალში ვეღარ მიიღეს. ერთ ფესტივალზე კონკრეტ. არა მგონია ერთი ფესტივალი ქონდა. Shut the fuck up, you bitch. ვერანაირ ფესტივალში. ანუ ამ კონკრეტულში კი არა. ამაზე არა. სანამ მე ვიქნებიო მერიო, ჩემი შენ სადმე გაიჩითა? საუბარი ყო ერთ კონკრეტულ რაღაც ფესტივალზე, რომელიც მერია აორგანიზებს. აბა სად ვინ ეკითხება მერს ის რა აი თბილისში open air-ზე კახი კალოძე სიტყვა არა თქვა შენია. არა. ნახდოდა რა მგონი. ბასარია. იმენა არა თქვა. და აღმოჩნდა რასაკურველი ეს ყველაფერი იყო fake-ი, მეგობრებო. Are you fucking kidding me? Просто Chapel-მა, ანუ საწოლში წევს გოგ she didn't even bother რომ ამდგარი იყო და რაღაცა ისე რესპექტაბელური ვიდეო ჩაეწერა რომ ჩემო მეგობრებო მოგესალმებით და მე მინდა კომენტარი გავაკეთო არა აი ძალიან casual-ი რომ ესო ჩემი დაცვა არ ყოფილა მე ბავშვი არც კი დამინახავსო არავინო მიგონებენო მეც მგონია რომ და თუ ესე მიიღეთო ეს არის თქვენი პრობლემა ის იყო ქვეტექსტი ამ ყველაფრის რა ნუ რასაკურველია ეს საბუქებს ვიდეო I'm just going to tell my half of the story of what happened today with a mother and child who were involved with a security guard who is not my personal security. I didn't even see a woman and a child. Like no one came up to me. No one bothered me. Like I was just sitting at breakfast in my hotel. I think these people were staying at the hotel as well. So the fact that like a security guard I did not ask the security guard to go up and talk to this mother and child. They did not come up to me. They weren't doing anything. It's unfair for security to just assume someone doesn't have good intentions when they have no reason to believe because there's no action even taken. Like, I do not hate people who are fans of my music. I do not hate children. Like, that is crazy. I'm sorry to the mother and child that someone was assuming something, that you would do something, and that if you felt uncomfortable, that makes me really sad. You didn't. და ამ ვიდეოში ხო დარწმუნდით რომ ანუ მთლად ახლა ეგეთი სავალალო სიტუაცია არ არის. აბა რა უნდა ეკთა? ანუ რა სიტყვა და რა სოლოდი? ხო ზუსტად აბა რა უნდა ეთქვა? ხო და მე იმ ქალმა შეწერა ამბაშის დედა მიდანახა. რა ანუ თუ თქვა კაი მინდა ჩემი სპეის მაგრამ ხვდები რა ბავშვი ბღავის და ტირის შენ გამო და ისე იგი შემდგომ უყარხარ. ანუ კი მის კომენტში კიდევ ერთხელ ხვდებით რაღაცაზე. ბიჭო როცა ხარ A-ლისტი, ან B-ლისტი დაჟე. ხო. რას ქვია გინდა privacy? მაშინ წადი და Airbnb-ში დარჩი, ხო? რა ვიცი, წადი და არ გამოხვიდე ოთახიდან. უბრალოდ რაღაცნაირად და შეწყვიტა მუსიკის კეთება. არავინ არ მოიკითხავს Chapel Roan-ს გეხოცები. ისეთები გამკრალან. ანუ Miley Cyrus მაგალითად. Zamber Smokes, CS მაგალითი, რო ანუ სახეზე არ ვიცი. ჩამოიფარა ხო რაღაცა. ანუ აი დავშოთ Miley Cyrus-იც ხო, ანუ ბავშვობიდან ხო არის SAR. ანუ სადმე გინახავს Miley Cyrus-ის პაპარაცული ფოტოები ქუჩა. ანუ Paris Fashion Week-ზე ნუ წახვალ თუ არ გინა attention, ხო? It's that easy. ნუ წახვალ ფესტივალზე თუ არ გინა attention. ხო. საკმაოდ ისეთი მე იმ ბავშვის დედამ ჩაწერა ვიდეო რა, ანუ დარწმუნებული არ ვარ, ძალიან მომეწონა სხვათა შორის, არ ამტკიცებდა რომ აი უეჭველი. მე უბრალოდ 100%-ით ვიცია რომ ეს სასტუმროს დაცვა არ ყოფილაო და თავისი დაცვა თუ იყო და დავშვა თვითონაც რო არ ეთქვაო რომ ეს გააკეთაო, პასუხისგებლობას უნდა იღებდესა თავის თიმზეო, ხო. თანამშრომელ. ხო. Yeah, so I agree. მეც ვეთანხმები რომ ანუ არ შეიძლება იქ მithmetes ბავშვს ხაცი ყველა ვართულებს აი ყველა ვართ ადამიანები თუ ვიღაცას უხარებ ვიღაც დანახვა მიდი და გაუგებე და ხარ აი ეგეთი ვიღაცისთვის role model ზუსტად სხვა პასუხისგებლობები გაგვხდები ისე ვერ მოიქცევი როგორც ჩვეულებრივად ხო იცი რას ამბობენ ახლა არასდროს არ ნახო შენი role model I agree მოკლედ Chapel Roan-ი დავხუროთ არ არის ჩემი ყურადღების ღირსი შენი ყურადღების ღირსი არის okay Chapel Roan-ზე გამახსენდა Rosalia და ის ვიდეო ნახე კი რომელია
პარიზში რო გადმოდის ტაქსიდან და No. You guys please give me space. You guys. No, it's not about that. აბა? ეგ საყველო დაუნება. რაღაც კონცერტი ქონდა ნიტო რამე შოუ და ვიცი რაზეც ამბობ. მიდი მოყვა. რაღაც პატარა ჩანართი იყო ესეთი თეატრალური confession დადგმული I don't know და მიგდებ ჩემი დაქალი და ეს გოგო ჰაბიტუსზე გავს ქართულს რა და ხმით. ხო ხმით და ანუ აქცენტი არა აქ ცუდი მაგრამ ხო ხტები აი ვაფშე არა აქცენტი მაგრამ რაღაც ხმით ზობრ შენიანია. This confession starts back in 2020. It was COVID. I got a casting for a feature film. აი ეგრე და მეთქი who is she და ანუ digging და აღმოჩნდა რომ არის ნინო კაცრაძის შვილი. ნინო კაცრაძე ჩემთვის არის დედოფალი, ვგიჟდები ჩცდში ჩემი ყველა საყვარელი გოგჩა ეგ და კატაჯიკია. რა თქმა უნდა შენ არის ერთ-ერთი I smile and nod. ანუ ჩვეულებრივად არის ქართული თეატრის დედოფლის შვილი. ანუ თამასე ძალიან მაღალია ჩემთვის მაგისთვის რომ ვაუ მათქმევინეს, მაგრამ შეძლო, იმიტომ რომ მე ხო იცი როგორ მიყვარს ქართულ ერს რო გაიტანენ საზღვრებს მიღვა. განსაკუთრებით მორიგი გამარჯობა ჩვენი, განსაკუთრებით როსალიას დონემდე. ხო და ეხა როგორც მივხვდი, როსალია ხო ხდება, რა ქვია იმ გოგჩას? ლოლიბაჰიას და მაგის დაქალი არის სალომე. ხო, იმიტომ რომ და ჩერის მაგითებოსება საქართველოს ძალიან ლოლიბაჰიას. ევასება? აი ხო იყო აქ თუ რაღაც. Yeah, ეს ლოლიბაჰია არის მოდელი, ძალიან მომწონს, ძალიან საყვარელი არის. ძალიან კაი გოგჩოა. ოღონდ ხალხო ლოლიბაჰია თავიდან გაიჩითა ესე ჩემ for you page-ზე და ვაფშე ხალხი რო ლაპარაკობდა მაგას მეგონა რომ იყო მეკრელი. შენ თავს ფიცარ იმენა მეგონა დღემდე ანუ ხანდახან მავიწყებ და ბაჰიას რო ხედავ მეთქი ბახია. სადა I forgot. ფრანგია ფრანგი ალჟირელი. ხო, ალჟირელი ხა. და ვიმომს რო შენი ის რაღაცა ბეიბის დამისკოჩა, იმიტომ რომ შესაკრავი არ ქონდა. და we're work in progress. არ გვინდა შრონა, but Okay, whatever. ეხლა მოგიწევთ ესე ვიყურეთ და თან რაღაც სტორია და ან ძალიან დაქალები არიან, იმიტომ რომ ამ კონცერტიდან ერთადერთი სტორია და ლოლის და იყო სალომესი და როსალიას მონაკოთი და რაღაც საკი თუ საკუთო. აი რაღაც ძალიან ქართული კლიჩკასავით ეწერა რა, ვითომ საკი და გული. That was so sweet. I'm so proud of Salome Topuria. ჩვენთვის უკვე საკი. ჩვენთვის საკი. და მსახიობი არის. არაფერი არ მინახავს, მე დარწმუნებული ვარ, ძალიან კაი მსახიობიც იქნება და გვასახელებს Hollywood-ში, იმიტომ რომ არავინ არ ყავს წარმომადგენელი Hollywood-ში ქართველებს. და მაწუხებს ყოველდღიურად. მაგრამ ფრანგულ ფილმებს აწუხება თუ? Have no idea. Okay. Well, რაღაც digging-ო და წარმომავლობა ფოტოები და ანუ ჩავედი ამ გოგოს Instagram-ზე რაღაც 2017 წელს და 2017 წელსაც მაგარი ტიპი იყო ხვდები ანუ აი რაღაც ბანძი ფოტოები კი არ უდავს რაღაც ისეთი character ჩანდა and that says a lot Bridgerton-ის მეხუთე სეზონზე დავიწყეთ უკვე ლაპარაკი შენ 4 გაქვს საყურებელი რომ მეხუთემდე მიხვიდე მაგრამ მე ხო ძალიან ველოდებოდი ჩემი Eloise-ის სეზონს მაგრამ დღეს დაიდროպა ინფო რომ იქნება Francesca's და Michaela's I think that's the name, I don't know. ანუ ეს რაღაც ლესბო წყვილი რო იჩნდება მაგათი სეზონი. No, ანუ ჯერ ერთი ამ Bridgerton-ს უყურებს და დარწმუნებული ვარ ყველა ეს Francesca, ანუ პირველ ორ სეზონში მე მგონი იყო სხვა გოგჩა თამაშობდა ვაფშე და აი იცი როგორი sibling იყო, ანუ არავინ როზე არ უყურებდა და მე შეცვალეს ეს გოგო და ახალი ტიპი თამაშობს მაგის როლს. ანუ წინა მესამე სეზონშიც Francesca-ს ხაზი ძალიან აქტიური იყო, ამ სეზონშიც Francesca-ს ხაზი ძალიან აქტიური და შემდეგ სეზონი იმენა მაგას ეწყლება და ანუ Eloise-ის გამო მე ვნერვიულობ. ხო იცი როგორ გოლს ამაცი. მე სპეციალურად წელავენ, იმიტომ რომ მე მგონი რომ fan base მართლა ძალიან უნდა Eloise-ის ნახო. ანუ Eloise-ის სეზონის. მეც ვიფიქრე მაგაზე, იმიტომ რომ ვისი სეზონიც არის ხოლმე, შემდეგ სეზონში უკვე ან არ ჩანან ვაფშე, ან ძალიან ზერელად ჩანან და Eloise უნდათ რომ მაქსიმალურად იყოს სულ. მე მგონი რომ მართლა fan favorite არის Eloise. She really is. თან ისეთი საყვარელი სახელი აქვს. Eloise სხვა ასოციაცია. Sophia Ricci მაგის გამო არქონენტას ბავშვ Eloise. Eloise იყო კიდე character New York-ში. Elsa არის ქართულად? არა, Elsa ცალკე არის სახელი. Elsa ცალკე არის სახელი. ხო. Eloise არის კიდე ნახე თუ გაგიგია. ანუ ხო დავითი keyboard-ზე როგორ წერს იცით? აი ესე რომ დაადებ და აი ესე რომ უსვამ. Who does that? მე და ბებია ბაბუები.
ეს თუ ამის lore თუ გიგია. No. Eloise არის ძალიან ცნობილი character და წიგნები არის რა ამ გოგოზე და ცალკე ოთახი არის პლაზაში, პლაზას სასტუმროში ამ Eloise-ის მან ცხოვრობს თუ რაღაც ეგეთი ისტორია. ძალიან და ანუ შეგიძლია იქ რა ეგ ოთახი? და ბავშვისთვის შეგიძლია იქ რა. Oh my god. ნევიზამ. I know. მოკლედ ხალხო თქვენ ეს ფიქრობთ გამიზიარეთ. მე მგონია რომ როგორ სპეციალურად აკეთებენ რომ მაქსიმალურად შეგვინარჩუნან, იმიტომ რომ მე Eloise-ის გამო უყურებ შემდეგსაც და დავალოდები იმის შემდეგსაც, so ერთად ვუყუროთ. იმის შემდეგ ხა Eloise-ის სეზონი იქნება? Eloise-ის სეზონს ვუყურებ. Thank you. I appreciate that, baby. ხალხო კიდევ ერთ ინფორმაციას, რაღაც quotes, ნიტო, რაღაც პრესტა რა, inspirational რაღაცები რომ ხდება და ცხოვრებისეული, ამ შემთხვევაში ცხოვრებისეული TikTok-ზე რა. იქ ეწერა რომ ჩვენი საუკეთესო ვერსიები ვართ უცხოებთან. აი დავუშვათ სამსახურში რომ მივდივარ, ვარ მაქსიმალურად ისეთი პოზიტიური, მაქსიმალურად engaging, მაქსიმალურად caring და სახლში ბრუნდები, ხა შენ მარტო ცხოვრობ და იმ დონეზე ალბათ ვერ იაზრებ. აი სახლში ბრუნდები და ვარ ჩემი ყოველს ცუდი ვერსია. Wow, რატო? რა დააშავა შენმა მშობლებმა? Exactly. ანუ ყველგან ხარ replaceable in a way. სამსახურში აი ესეთი replaceable ვართ ყველა. მაგრამ მეგობრებშიც აი მეგობრობა ძალიან კაი რაღაც არის, მაგრამ ოჯახის წევრი არის სხვა ლეველი საერთოდ. ხვდები? ანუ they care more about you. ანუ მეგობარი შეიძლება დაშორდა რაღაც მომენტში და აი ოჯახის წევრს რო დაშორდა რაღაცა ყლება გულიდან სიცოცხლის ბოლომდე whatever. ხო და ანუ მე ამდენ ემოციას, რაღაც კარგ განწყობას უზიარებს სრულიად უცხო ადამიანებს სახლში მივდივარ, ანუ ჩემი სახლში ყოფნა რა არის? მივალ, სერიალს ვუყურებ, ან რაღაცას ვუყურებ, მე ტელეფონში ვარ, მე რაღაცას ჩავირთავ ვუსმენ, თუ დამელაპარაკებიან, მეთქი ნუ მელაპარაკებით სანგთ, ხო? ანუ აი ესეთი ვარ, რაღაც ცუდი ვერსია ვარ ჩემი თავის სახლში და მე ხანდახან ძალიან გული მწყლება, რომ აი ჩემებს ისაც ყველაზე მეტად უყვარვარ. უწევთ რომ აიტანენ ჩემი ყველაზე ცუდი მხარე. რა საინტერესო არის? ხო, და ის so sad. და ხანდახან აი ეს მაწუხებს და რაღაც ვცდილობ რომ მოდი აი უფრო კარგად ვიყო, მაგრამ არ სტანს ხოლმე ეგ დიდხანს რა ხუწუჩი ვიღლები. მაგრამ პრობლემა მშობლებში არის პრობლემა. ჩემშია. პრობლემა არის როგორ ანაწილებ ენერგიას. არიყავი ეგრე? კი როგორ არა. ანუ ვიღაც უცხოს გამო უფრო მეც ინდომებ, უფრო მეც ცდილობ. აი თავის უგადასაკუთრებელი ხო და ყველაზე ახლო ადამიანთან როგორ შევლები არ გიწევს აი to act up და არ გიწევს აი რაღაცა იმიხდი ითამაშო რაღაც როლი მოხდა. ზუსტად, ანუ არ და თურმე როცა არ თამაშობ როლს, შენი ყველაზე ნამდვილი სახე არის ძა. No, I'm not playing. No. არა, უბრალოდ აი ჩემი თავით არ ვარ, იმიტომ რომ აი გამოფიტული ვარ, მაგრამ დავშო ჩაბოთ კვირასაც ეგრე ვარ, ხვდები? ანუ ჩემი safe space არის სახლი, მოდი ესე დავბრენდოთ და safe space-ში მიყვარს რომ ვარ ეგეთი, ცოტა უჟმური. I would say so. ჰა? ანუ პრობლემური არც სახლში არ ვარ, ანუ პრობლემურობა არ არის ჩემი ნიშა, უბრალოდ ისეთი ვარ რა, უფრო კონტაქტო. ჩუმი. Yeah. ჩუმი ხარ? Yeah. არ ვიჭერებ. I am. არა ეგ მართლა ანუ როგორ თემარს იცი რაღაც ადამიანს აქვს განსაზღვრული რაოდენობა ენერგია даже ანაწიგანწეს აქვს განსაზღვრული რაოდენობა ენერგია და შენ ხარჯავ ძალიან ბევრს მეგობრებთან თანამშრომლებთან whatever სადაც და პრესტა ვისთვის კაი მეგობრებისთვის მიიღებს თითოეული ენერგია მაგრამ აი სამსახურში ხა რისთვის ხარჯავ ამდენ ენერგიას რომ რა სამსახურება რისთვის ხარჯავ ამდენ რესურსს არა ეგრეც არ შეხედა უბრალოდ უნდა მივხვდე როგორ დააბალანსო რომ იქაც კარგად იყო და მშობლებთანაც კარგად ბალანსი არის ჩემი ყოველ სისტემ ხარ ბალანსი არ შემიძლია არაფრის ამ ცხოვრებაში მე ვარ რადიკალი ალბათ ნეტო რატო იმიტომ რომ ტიპს ერთი ნიშანიც არ ყავს ხალხოს ასწორში ერთი ანუ არც ერთი პლანეტა არც ერთი არაფერი არ აქვს ასწორში ანუ იმ დღეს შენც იყავი მე გიმრო გახსნა ანუ ყველაფერი მაქვს ყურა ვერძი და ერთი ცალი თევზები that's it არაფერი სხვაგან არ მაქვს არც ერთი პლანეტა მაგ უნდა ერთ წამი შეიძლება ერთი რაღაც თქვა მაგ ბრანჩზე იმიტომ რომ ყოველ ჩემ მეგობარს უთხარი ხალხო მაგ ბრანჩზე რო გავედი ხო მაწუხებს ეს პრობლემა ყურთან რა და თან დავჯექე მაგაზე მე რა დავფიქრდი რომ ვიჯექი ყველაზე ცუდ ადგილას ყური აქეთ მქონდა და ამ ყველა აქეთ ვიჯექი ხო თქვენ ყველა აქეთ ვიჯექით რა და ხალხო ჩოლებრო თავიდან ხო ვლაპარაკობ და ანუ ყველა სამივე მიყურებს ასე ჩვენ აი მივიწიეთ რომ არ გვესმის შავლობრივად ანუ ციებცხელება დამეწყო მეთქი всё დავყროვდი და თან დავმუნჯდი უკვე მეთქი ანუ აი ყველაფერი დამეწყო თქო ანუ ერთი კაი 20 წუთი ხმას არ ვიღებ აი თუ მე თან მეგი მელაპარაკებ იმიტომ რომ მეგი დამოსგა რომ ანუ რაღაც არ ვგზნო თავს კარგად რა და მელაპარაკებ რა და მეგის როგორ პასუხობს
აი მაქსიმუმად თქო ვაუ. რომელიც აი ჩუმად თქო გითხომ რა ყველა. ვაუ, შეუძლია თქოს ყველაზე ის მოკვდა. ვაუ. მე გესმოდათ ჩემი რო დავიწყე. ხომ მე გაგაგებინეთ რომ შეგიძლია უფრო ხმამაღლადაც ელაპარაკო. შენ რო არ გესმის ვერ საზღრავ რა. ხო, იმიტომ რომ მე მგონია რომ აი ჩუმადაც რო ვლაპარაკობდი, მეგონა რომ აი ძალიან ხმამაღლა ვლაპარაკობდი, ხო? შენ ისედაც არ ვლაპარაკობ ხმამაღლა. ხო. არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ხმაური იყო, მუსიკა იყო, ეგეცა ვერ გავიგეთ. თან ყველაზე გადავთ, თქვენ ხო აქეთ ზიხართ ამ ხურთან. მუსიკა იყო აქეთ ხურში. ანუ ეს არის მორიგი ნიშანი იმისა, რომ აღარ წამიყვანო იაკობის ეზოში. ანუ ხალხო დავითი გიждდება იაკობის ეზოზე. I love it. სულ რო ფიქრობ საწავით, ეს მოდი იაკობის ეზოში. I don't like that place. რატო? არ ვიცი, ანუ აი მომწონს ესთეტიკა, მაგრამ მენიუ არ მომწონს, იმიტომ რომ ნორმალური არაფერი არ აქვს. ახლა არ მოუგონო, გთხოვ, იმიტომ რომ მართლა უგემრიელესი მენიუ აქვს, ხალხო უგთილესი მე პორციები. საერთოდ არ მომწონს. პორციები კაიზო მაგ. I'll give them that. აი ცეზარის სალათი შევკვეთე. არ მომიწონა თევზის გემოქონდა. ხო, იმიტომ რომ ქონდა იყო properly made და პირველად მე ცეზარის გემო რო ქონდა. ცეზარის соуსში ხალხო რო იცოდე და ალბათ იცით ყველამ და ანეს გავაგებინეთ აქვს ანჩოუსები. ცხოვრებაში არ მიჭამია ეგეთი ცეზარი და ქონდა თევზის გემო. უგემრიელესი ცეზარი ჩემი სალათიც უგემრიელესი იყო. პასტაც კარგი აქვს. პასტის პორცია დიდია, that's my question. კარგი ზომა არის მართლა. აი მე მეშინია ყოველთვის პასტის შეკვეთის, თუ იტალიურ რესტორანში არ ვარ, იმიტომ რომ ყოველთვის პატარა პორციებია. ხალხი იტალიურში პატარა პორციებია. ხო, მაგრამ იქ ღირს, იმიტომ რომ იქ ბევრად კაია ხო. მე მგონია რომ რა პორციაც მაქვს პატარა არის ადამიანური პორცია просто ჩვენ. ანუ იმ დღეს ვართ ჭიქაში და ხალხო იქ არის ისეთი რა ძალიან healthy menu და bowls და რაღაც კვერცხი სენდვიჩზე და ერთადერთი main dish ქონდათ კარბონარა და მეთქი იასნად კარბონარა მოგვიტანეს მე და ჩემ მეგობარს და ერთზე რა თქმა უნდა არის უფრო მეტი ვიდრე მეორეს და ბისმისას უფრო მეტი რა თქმა უნდა იმას ანუ ყველა ნერვებზე მეთამაშება საერთოდ და მეტი რა პარმეზანი. ანუ მეტი მაკარონი. ანუ ჩემზე ხო დევს და იქ უფრო მეტი დევს. ბეიბ, ეგ იყო მგონი ნიშანი, რომ აი შენ ისეთი პაწუკა გოგო ხარ, არ შეიძლება ბევრი, ხო, მიხდი აი. ხო და არა, რა თქმა უნდა გავაცნობინა იმ მომენტში, მაგრამ მეთქი შენი უფრო ბევრია. ანუ მართლად, სხვა დრო არ შევჭამო ის ფაქტი, რომ სხვისი უფრო მეტი იყო. იმენა არ მერგება. და გააცლო. მე ხო იცი რომ იმენა არ გაგიცლო. გამიცვალა. არა, მეც გაგიცვლოდი. არა, თან პრესტაისი აღნიშნა, აუ მოდი გაგიცვლი, არ არის პრობლემა, მეთქი. Thank you. ხო და პრესტა ისეთი საშნელი კარბონარა იყო ხალხო, ანუ გული მე რო დავდ, აი ორი რაღაც ლუკმა შევჭამე და დავდე. იმიტომ რომ იყო ლარიანი მაკარონი, არანაირი соуსი, nothing. კარბონარა შეგარა რე? რაღაც მამოძრავებელი ძალა. ჭიქა ისეთი ადგილი არის, რომ არ უნდა ჭამო, პრესტა უნდა მიხვიდე და ყავა დალია. მე მგონია რომ ეგ როგორი ადგილია, პრესტა უნდა ჩაუარა. იმიტომ რომ იცი როგორ თევა, იქით მხარეს რო არის მელიქიშვილის. მგონია რომ მანდ არავინ. ჩაუარა თან მოპირდაპირე ქუჩა. მოპირდაპირე ხედავ რომ აი რა საყვარელი კაფე, სულ რაღაც ბევრი რუსი ზის. აი ეგრე არის. მანდ და ხურმა რო არის ზემოთ, იცი? კი, ხო. ხურმა, ეგ ალბათ რუსები არის. ხურმა არის უკრაინელი გოგჩოს მართლა, აი სულ რუსები არიან. მგონია რომ ვარ პატარა რუსეთში, მანდ რა ჩავივლე. მე მგონია რომ ზოგადად ჩვენ მაგათ აქვთ უფრო კულტურა რომ კაფედან მუშაობთ. ჩვენ ან coworking-ში დავდივართ, ან სახლში ვეტევით. Coworking-ში ძალიან ცოტა, აი D-Block-შიც coworking-ში არიან ძირითადად რუსები. მართლა? ხო, ძალიან ბევრი არიან. ხო, ჩვენ გვაქვს თუ გავდივართ კაფეში იესნია რა სიგარეტი, ყავა და ჭოროობა. სამს მამუშავე ახლა კაფეში. იმ ერთადერთი ადგილი, რომელიც მიყვარს იბიჭებს და კიდე მამუშავა. და კიდე რომ ზიხარ და მუშაობ. No honey. ხო და იმას ვამბობდი რომ იაკობის ეზო სადმე წავიდეთ, დავითი რა თქმა უნდა იაკობის ეზო. მე რა თქმა უნდა მეზარება. არის ისეთი ადგილი, რომელიც ერგება ყოველთვის. Breakfast კარგი აქვს. Brunch-ი საოცრება არის. Dinner-ი შეჭამ რამეს. მისადგომა კაი. მისადგომა და ფენომენალური ადგილი და გარემო საოცრება. Wow. მე მომწონს აი რაღაც არის აი სწორად გაკეთებული არ მოგხვდა აი ყველა ადგილს ის მომწონს რომ რაღაც ცოტა შიქ არის და არა სახლური ეგ ესთეტიკა მომწონს უბრალოდ ტუალეტები ჩემი აზრით შეიძლება და უფრო ლამაზი ყოფილიყო აი რაღაც ტუალეტის ესთეტიკა არ მომწონს I care მე ჩემთვის არის ძალიან კომფორტული აი ადგილი რაღაც აი სახლში რომ მიდიხარ მეხუთე აი I know და რაღაც აი save space იმიტომ რომ სულ საჭარაოდ სულს მეგობრებთან საუბრობთ მან ვივდივარ და ვინ რას ისმის მათ ანუ რა დაუბრუნდათ ამ კვირაში რას ვაკეთებდით მე ვაფშე ვერაფერს ვერ ვიხსენებ შენ თავს პიცავარ გუშინდელი დაბადების დღის გარეთ ოკეი იცი რა არის საინტერესო თაკოს ხო ოქროს დაბადების დღე იყო თან
გონი თაკო იყო ერთ-ერთი პირველი ინფლუენსერი, რომელსაც შეგვამჩნია და რის გამოც დიდი სპაიკი გქონდა რა ყურადღებაში. და თან არის ჩვენი იუბილე. როგორ დაემთხვა ეს ყველაფერი? გჯერა? თაკოს იუბილე, ჩვენი იუბილე ერთდროულად. Let's make it about ourselves. Let's fucking do that. მოკლედ თაკო გახდა 24 წლის. და ქონდა ოქროს დაბადების დღე. მე ბავშვობაში რომ ფიქრობდი რომ 30 წლის რო გავხდები და მაშინ რომ ექნება ოქროს დაბადების დღე ძალიან მახარებდა, იმიტომ რომ შენ ქონდა 16 წლის რო გავხდე, ვინ მოგცა ოქრო? არავინ. Exactly. და მე ვფიქრობდი რომ 30 წლის ასაკში, ანუ იმენა ოქროებში ჩავწვევ, თან არც მიყვარს ოქროები და ეგეთი რაღაცა, მაგრამ მაინც რა. ხო და თაკოს 24 წლის ასაკიც უკვე კაი არის, იმიტომ რომ შეგიძლია შენ თვითონ კარგად მოხოდო და კარგად დაგეგმო და to make it special. Okay. იმენა ეწერა ჩემ ხელოსნობით golden რაღაცა. არა, მე მომფროი სავალდებულო რო ოქრო. ეგ არიცი? ანუ ეგ ბავშვობიდან ეგრე რომ ოქრო უნდა აჩქო. ოქროს, მაგრამ არ მიჩუქნია, მაგრამ ოქროს ფერის აჩუქარი ვაჩუქა. მართლა? წუთი იყო ოქროს. ჩემთან თავსახური აქვს ოქროს ფერი. Exactly. ფერი აღონთ ხალხო. მოკლედ რო გეგმავდა ამ დაბადების დღეს, მე მგონი ბოლო 2 თვეა, არ ვიცი, თქვენ TikTok-ზე ცდებდა ხოლმე, მე მგონი ძალიან ამბებში იყო და იმ დღეს მირეკავს და მაჩვენებს რამდენი რამე აქვს გამოწერილი იმისთვის, რომ რაღაც დეტალები, აი მაგიდაზე რომ ეს წითელი დაიდოს, ეს რაღაც ზაფირო ჩამოეკიდოს. ის ძალიან მომეწონა ისინი ბუმბულები, ხო? Very showgirl. მაგან გამოიწერა მოამზადა. ანუ იმენა გოგოს ქონდა გათვლილი, რაღაც სანთებელები უნდა იყოსა და სანთებელზე დასაკრობი ქონდა გამოწერილი და ბრენდილი რა, რომ ეწეროს რაც უნდა და მეთქი who are you? იმიტომ რომ მე რომ მაგ დაბადების დღე მეორე, ან ჩემი დაბადების დღის შუა დღემდე არ ვიცი სად ვიხდი. ზუსტად. და არც მინდა მაგაზე ფიქრი ხალხო. ერთადერთი ყველაზე კარგი დაბადების დღე, როდესაც იცი რომ სადღაც იქნები საზღვარგარეთ. და მან დაიბუნდა. ფიქრიც რო არ გიწევს. მე ბაზარი არ არის დასტრესილი ვარ მთელი ჩემი დაბადების დღის კვირა, მაგრამ ეს არ მიბიძგებს რომ რამე დავგეგმო. უბრალოდ სტრესში ვრჩები და მეორე დღეს მე ბოლო წელს ჩემ მეგობრებს რომ ხო არ გამოივლიდი რაღაცა. ხო და გოგჩოს იმენა დაგეგმილი. ბრავო, ძალიან კაი პონტი იყო. მივედით მე და დავი. ანუ სივრცე იყო ძალიან. ძალიან საყვარლობა სივრცე იყო. იმენა The Diary, ესე ქვია კონცეპტ სტორ არის, ხო? როგორც გითხრა, იმიტომ რომ დამფუძნებელიც გავიცანით, მაღაზიაც აქვს, ხო? მაღაზიაც არის, რაღაც ქართველი დიზაინერების რაღაც ნივთებიც იყიდება, ასევე ჟურნალიც არის, ხო? რაღაც ციფრულია თუ არ ვცდები. ციფრული. Which makes sense. ანუ ძალიან რაღაცა რაღაცა ბევრი რაღაც არის ერთად, მაგრამ სივრცე არის ფენომენალური. ჯერტი არის ძალიან კაი ადგილზე, სანდუკელზე. ანუ არ მომიწია სოფელ დიღომში გავსულიყო, იმიტომ რომ დაბადების დღეებზე ძირითადად მიწევს სოფელ დიღომში გასვლა სახს რო ქირაოვე. და სადღაც ჯანდაბაში მივდივარ ხოლმე. ეხა იმენა სამსახურიდან 3 წუთში ავედი, ძალიან კაი ადგილი, ძალიან ლამაზი სივრცე, ესთეტიური. ჩემთვის ღამე განსაკუთრებით განათება არის გადამწყვეტი. ძალიან კაი განათება. განათება ხო იყო ეს წითელში რაღაც, მაგრამ აივანზე რო გადიხარ პირდაპირ ვანწოს უყურებ რა საყვარლობა. ძალიან კაი იყო. ანუ უკარგესი ადგილი დაბადების დღის გადასახდელად. ალბათ ზვირი ეღირება ხალხო, მაგრამ ვისაც გაქვთ საშუალება ყველობენში უნდა გადაიღო. მაგრამ მე მინდა ვილაპარაკო ამაზე, რომ კი რა საკურველია. თლიანი საღამო ეძღვნებოდა თაკოს და თაკოს იყო სპოტლაითი, მაგრამ there was one girl. One queen. თაკოს და მე ვიტყოდი და არა დედა. თაკოს დედა ირინა, ხალხო არ ვიცი რა ვიდზე იყო ჯერ მარტო. უსაყვარლესი. ქალს ყავს 3 შვილი. ანუ წითელი კაბა ეცო რაღაც წითელი vintage bag. ანუ she was living her best life. ანუ იცის ვინ არის ქალმა. და she was serving exactly that. თან ძალიან კაი გოგო ქალი არის, ძალიან მომწონს ტიპაჟურადაც. რა შეეხება ხა დაბადების დღეს? იყო ძალიან fun, მე ძალიან გავერთე. მე ყველგან ძალიან მარტივად შემიძლია გავერთო. ჩემი დავი. მე რო გავერთე ეგ ხო ძალიან. შენს გაერთე, მაგრამ ჩემს და შენს გართობა შორის არის მცირე სხვაობა. ანუ დავითი არის ხალხო effortlessly chic. არის რაღაც ივენტზე. ანუ he's not trying too much. ანუ არის თავის პონჩი, აი ცეკვაც კი ისეთი აქვს. აი პრესტა გიყურებდი გოში. სედმეც არ მოძრავ. ეს მაკვირდება თურმე ხალხი. გეფცები იქით რო გავედი რაღაც მომენტში გიყურებ. ანუ სედმეტად არ მოძრავს. მე რო ცეკვავ, ანუ ძალიან აქტიურად ესეთი ვარ. ეს არის chill.
რაღაცნაირად sophisticated, that's who you are. თავის ადგილი. ჩემს ხალხში world tour. შენი კომუნიკაციაც არ არის, ანუ მე ვარ ისეთი, რომ მივალ დაველაპარაკები ჩემით ინიციატივით. იცი რატო? იმიტომ რომ შენ იცნობ ყველას და მე არავის არ ვიცნობ. No, it's not about that. Suppose მაგალითად შენც ისე იცნობ როგორც მე. მე. მივესალმე პირველი. Shut the fuck up. პირველი მისალმებაზე არ არის. სოფო დააკონფირმე. უბრალოდ, ანუ დავითი ეგეთი არის. აი, მე მთელი ბავშვობა, მე ვიფიქრე მაგაზეც დღეს დილის 8-ზე მეტროში. ანუ ყოველთვის ყოველთვის ვიყავი ხოლმე ასე თუ ისე ყურადღების ცენტრში, მაგრამ ეს არ მომდიოდა აი ესე რა. აი, ყოველთვის ჩემი მცდელობა იყო, რომ ჩემ გარშემო ხალხი ყოფილიყო და უშუალოდ, ანუ ჩემი effort-ი ყოველთვის არსებობდა. და ვიღაცისთვის ეს მიდის effortlessly. ხო და მაგას მომბრო you're delusional, იმიტომ რომ არანაირ მომენტში არ ვიყავი attention is არა, არ იყავი ყურადღების ცენტრში. უბრალოდ, ანუ მე ცდილობებს ვარ მიჩვეული, აი სადმე რომ მივდივარ, აქტიურად ვცდილობ, რომ რაღაც ჩემი პოზიცია შენ კიდია. ხვდები? რატომ დამტკიცე? ანუ კომფორტული ხარ I'm just like in a background. ანუ ეხა ისე არ წარმომიდგინეთ, რომ მე ჩემ თავზე და აი დავდექი და მღეროდი, არა, არც მიმღერია იქ თქოს რომ თუ გინდათ იმღეროთ ვინმე ამდა მეთქი არა, it's not my place to sing even though I can sing. Cool ფიქრობ, ეხა ისე იგლიჯავს, ისე უნდა ვეთქი სიმღერა. და ეს შეკრო დაიცეს. Oh my god. არა, ანუ საერთოდ არ მიყვარს რომ ვიღაცას attention მოვპარო, მაგრამ ანუ ელემენტარული ჩემ კერო წამოვიდეს ვალიდაცია და ყურადღება, ანუ მე აქტიურად ვცდილობ რომ დავიმკვიდრე თავი, თუნდაც რომ I lead the conversation, ask questions, ანუ ამ ყველაფერს ვაკეთებ და შენ იმენა კიდია და ხალ comfortable რომ იყო შენთვის დაუშვად და მე მგონია რომ ეს ამ ყველაფერს ანუ არასწორად იღებს უმეტესობა ადამიანი და ყველას გონია რომ მე ვარ რაღაც ძალიან უზრდელი, ისე რა ქვია, უჟმური ტიპი. No, უბრალოდ შენ არ გჭირდება აი ვალიდაციას არ ითხოვ. მე უფრო ვითხოვ. Okay, I'll give you that. რაღაცა შეხონ დავეთახ. ხო და ძალიან შიქ იყავ მინდა გითხრა. ზოგადად ეგ ხარ, შენი პერსონა არის შიქ. My love babe. ხო და მე ძალიან კარგად გავერთევ, ცეკვავდი. მაგრამ მე იცი რას მოგცა? მე არ მაქვს იმის ნიჭი, რომ ასე ხო იცი თქვა ბაც გავიხსნა და აი რაღაცა carelessly ვიცეკვა, აი ძალიან გავერთო, ან ძალიან გავიხსნა. მე ყოველთვის აი თუ სვამ მაინც თავშეკავებული ვარ და ანუ ეს მაგ ისე კი არის რომ ეს effortlessly მოდის და რაღაც არა მე ვიცი რომ აი ზედმეტად არ მინდა ხარ ვიცეკვო ზედმეტად არ მინდა რომ იმას ქნა მაგრამ მართლა გავერთე ხალხო იმის ფონზე რომ მართლა ეგეთი ტიპი ვარ ცოტა შებოჭილი და თუ გინდა დავარქვათ კომპლექსები თუ გინდა რა I'm gonna be honest about it მაინც ძალიან კარგად გავერთე Oh my god თან ჩემი ჩაოლებრივი ყოფა შეცვალა იმან რომ აი 2 კილოს რა დავიკლებ სხვა ადამიანი ვარ და ანუ აი ეგ დღე მქონდა რომ ფოტოსის ქონდა booth და ფოტო რო გადავიღეთ ეგრევე და რომ მოგვანათ ამ შექმნა ისე მოეწონა თავის და ერთი 15 ფოტო ისი ანუ ძალიან კაი იყო და ეგეთ დღეებში თან თუ დავაფიქრე რომ ნორმალურად ვარ მეთქი yes მაგრამ მინდა ვთქვა რომ ძალიან კარგი ინვესტიცია არის რომ ფარტიზე გაქვს ეგეთი რაღაც იმიტომ რომ ყველა ადამიანს რჩება რაღაც ისეთი memorabilia შენ მათიორზე მიაკარე? ფოტო გადავიღეთ და ხალხო დავითის მათიორზე არის დავითის და თავის მეგობრების ფოტოები და ვინ არის ძირითადში მე 60% ანა და ერთი კიდე მიემატა ანუ ძალიან კაი იყო კიდე კომენტარი ვიზე შემილია გავაკეთე ერთი გოგო ყველა მისის ალბათ ქვია ლიზი კონიაძე კონიაძე Prime House-ში იყო ეგ გოგო პრესტა TikTok-იდან ხდება ხოლმე და რაღაც რა და თაკოს დაქალი არის ამ სვეტებში ხო არის და ანუ პრესტა შაბეჭლება მინდა და გამეზიარებინა რომ აი ძალიან დადებითად გამომიშვალე ანუ საერთოდ არც დაულაპარაკები. Ბაბში არა. ანუ მე ხალხობ, გიждები ხალხზე დაკორებას, ანუ ყველა ვინც იყო, შემიძლია ყველაზე რაღაც კომენტარი გავაკეთო და ამ გოგოზე. გეშინოდეთ. ანუ მართლა აი აურით რაღაც უბრალოდ რო დგას და აი რას ახეს იღებს და უშოთ რაღაცაზე. მაგით შემიძლია მივხვდე რა ადამიანთან მაქვს საქმე და Oh my fucking god, მაშინებ მართლა. მართლა გეუბნები, აი რაღაც ძალიან დადებითად ანუ შეიძლება შევწდე, ალბათ ვწდები კიდევაც, მაგრამ რო ალბათ სინამდვილეში არ არის ეგეთი კაი. ზოგადად ვიყავ. მაგრამ ამ გოგოზე მე ძალიან მომეწონა და ცუდი არც მსმენია მე Prime House-ი არც მიყურები და არ ვიცი იქ რა როლი ქონდა და როგორ იყო როგორ აპოზიციონირებდა თავის თავს, მაგრამ ძალიან მომეწონა და მგონია რომ კაი ადამიანია. კიდე ერთი კომენტარიც ნუცა იყო, რაღაც წამყვანივით თუ რაღაც ნუცა თოფურია და ანუ გოგოს ისე კარგად გამოდიოდა, იმენა თევზი წყალში. რაღაცნაირად მომენტში. აი მაგას ვამბობ, ნახე
ეგეთი რამე იმენ არ შემიძლია. ხო, იმენ მაგროლში ვერ წარმომიდგენი, ხარ? აი, იმენ არ შემიძლია და ანუ kudos to her, იმიტომ რომ აი ხან ყოველთვის გაქვს ეგეთი აზრები, რა აი ნეტა აი life of the party ვიყო, მაგრამ აი ხუთები რამე არ დავიბადე ხა მაგისთვის რა და არის ხალხი ვისაც აქვს საკმარისი ქარიზმა და რაღაც მიხვდეს ენერგია. სხვადასხვა არის მე არ ვიქნებოდი, რომ აი ჩემი ნებით წამოვდგე, იმიტომ რომ აი მეშინია ხოლმე რომ ზედმეტი არ მომივიდეს და ხალხს რაღაც თავი არ მოვაწულო, რომ აი ეს გოგონამდე ცდილობს და რაღაც, მაგრამ არა, მაგრამ ისეთ მე მგონი რომ იმდენად confident არის საკუთარ თავში. ძალიან კაი იყო, აი ალბათ რამე გამოცდილება აქვს რაღაცების წაყვანი, ივენთების და ასე შემდეგ. მიკროფონთან მიკროფონი აიღო და მიყავდა საღამო. ხო, ხო, მომღერალი არის, მომღერალმა იცის როგორ უნდა იმუშაოს მიკროფონთან რა. ანუ მიკროფონს რო იჭერ ხალხო და შენი ხმა. და ჩვენც ვიცით, look at us. არა, ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ ჩვენი ხმა არ გესმის რა. შენი ანუ მაიკში რო გერდა, სპიკერებში რო გესმის შენი ხმა. იცი როგორ გაბნევს? მე მქონია ეგეთი გამოცდილება და ანუ აი და მაგას რო ეჩვევი და ხმამაღლა უნდა ილაპარაკო სწორად უნდა დაიჭირო. ეგ ყველაფერიც comes with practice. So kudos to her, მართლა ძალიან კარგად ხნა. გოგოს ორი კაბა ეცვა, მორიგი გაკოთილი ჩემთვის, ანუ ჩემი effort-ი, ჩემი დაბადების დღის ტანსაცმელში არის 0. ანუ გამოვაღებ ჯინსი თეთრი მაიკა. Let's fucking do that. მაგრამ ეს იყო მისი ოქროს დაბადების დღე, ამიტომ ახლა რა ვი. Okay, I know 20 წლის რო გავხდები, მეც ეგრე ვიქნები. 20 წლის რო გავხდები, you better invite me to a private island, როგორც კი გადაშენმა გააკეთა თავის დაბადების დღეზე. თორე არ მოვდივარ. და არნაირი ოქროს არ მიღებ საჭიროა. დამპატიშებ private island-ზე. The moment at that point, თქვენი ოქროს არაფერს დამჭირდება. აი პრესტერო გაჩქებენ სადაგდია რო არის, აი მაგონორზე მინდა. არა, მაგრამ ჩემი ხელნაკეთი რო გაჩქო, ალბათ აი შენ თვითონ გამოკვეთა ოქროს? Of course you would do that. კი, ძალიან მაგარი იქნება. მოკლედ, ჩემი დაბადების დღე მოდის და ცოტა შემეშინდა რომ მეთქი, what am I gonna do? Chill. დამიკომენტარა ერთმა ჩემმა საყვარელმა მაყურებელმა, რომ ანა რასაპირებ დაბადების დღეზე გითხარია და girl. ვაიმე. ანუ 29 აპრილს საღამოს შემეხმიანი და შეიძლება უბრალოდ წარმოდგენა მქონდეს, მაგრამ მე ვფიქრე რომ კიკეთის ფერმაში ხო არა ავიდე. გიშდები მაგადგილ. ჩვენ გვილაპარაკია უკვე ამაზე და მეორდები რომ ძალიან გვაკლია ისეთი აქტივობები, რომელიც აი ითხოვს რამე ფიზიკურ აქტივობას, ან უბრალოდ გარეთ ყოფნას, ან რაღაც გაკეთებას მიხდი და არა უბრალოდ რესტორანში წასვლას, ჭრაობას და ჭამას. Which is my favorite thing to do. ხო, გასაგებია, მაგრამ აი მაგიტომ მომწონს ეგ იდეა და go for it. Go for it. პრესტარი ხუთშაბათი დღე. თაკოს დაბადების დღე იყო სამშაბათი. Well, everybody showed up. 30-ის რო გავხდები, I swear, ეხლა პარასკევი რო არ იყოს, ეხლა ვენახულობ. I'm gonna fucking lose it. სამშაბათი არის. აუცილებლად მაგდას უნდა გადაიხადო? Ясно. მაშინ ისე გავაკეთე რომ კვირას დავიწყებთ გულობას და აი ანუ მაშინ trip-ი და იცი რა უნდა დავაფინანსე, ყველა რო trip-ზე წავიყვანე სადღაც. ხო, ხო. ანუ იმის ტრაკი უნდა მქონდეს. ხო, და გექნება. Of course. კაროჩე, დღეს ვარ სამსახურში და მე ვარ client success-ში ხალხო და ანუ კლიენტებთან მიწევ შეხება და ერთადერთი კლიენტი არის, რომელიც გავსთორე ადრე გახსოვს? ანუ თურქი ბიჭია და მენ ამას ტიპაში. ანუ პრესტა ჩაოლებრივი ბიჭი კი არ არის, არის VP თუ რაღაცა, ანუ მეორე კაცი არის კომპანიაში. ძალიან ბევრი ინფორმაცია არ გავცეთ ახლა რომ. ხო, მე კომპანიას არ ვიტყვი და ერთადერთ ხო ქონდა კოლი მაგ ტიპთან, სადაც მე არ ვლაპარაკობდი ძალიან აი ეს რაღაც იმაზე ბანკურ რაღაცებზე ამბობენ და მე ესეთი ვზივარ. და ანუ ჩვეულებრივად ის თვე ხო გამიხალისა ერთადერთი სიმპათიური ადამიანი რო დავინახე ბაბშე ინდუსტრიაში. ხო. ინდუსტრიაში ხო. ფიზიკურად მაგ ინდუსტრიაში არ ხარ. და დღეს ანუ ნიშნავენ ძალიან ეს უცბად რომ მოდი კოლი გქონდეს ამ კლიენტთან და მიუწერეთ რომ თქვენიდან ვის გამოგზავნეთ ინვაიტ და მოიწერეთ ამ ჩემი ბიჭის სახელი და ანუ მე ბაბშე არ უნდა ყოფილიყავი მაგ კოლზე მივიწერე მენეჯერებთან. მეთქი ძალიან გთხოვთ რომ მე ჩემო ამ კოლზე რაღაც ჩემთვის ვიქნები. ხო და შევედი სახე გადავიძრა შესვლამდე გავედი მაკიაჟი წავისვი იმიტომ That's how you should do it. ანუ იმენა გოგო Play the game. და ჭკუაზე არ ვარ ვსიბარ 3 წუთით ადრე ქოლამდე და ვუყურებ ჩემ თავზე კამერაში როგორ ჩანო შევედი არ შემოვინა აუყო მალე დამთავრდა ეს თურქული სერიალი. I know. თან ანუ იმენა მაგონერზე ხო არ მე ხო ცოტა დელუზიური ვარ და მგონი არა ყველაზე ცუდი რა არის მაკოლფში რომ მაკოლზე დარჩენა მოგიწი. და მე ამ ხალხის მოსვენა მომიწია ნახევარი. და რაღაცები მკითხეს და მეთქი I didn't sign up for that shit. ძალიან, მაგრამ იმედია რომ კიდე მომიწევს. ისეთი კაი ტიპია ხალხო. ანუ თან არ გაითვალა ხო. მაგრამ
დიდია საკ. ანუ არაფერი არ გამოვა არასდროს, იმიტომ რომ შეხებაც არ მაქვს яснად, მაგრამ ანუ იმდენი ხანია ბიჭი ესე არ მომწონებია, იმიტომ რომ არ ვიცი, რატო? იმიტომ რომ არ მაქვს ბიჭებთან შეხება, მე მგონი. ფსიქოლოგია, ფსიქოლოგთან და გაიარა ყველაფერი. I know. და არა მეგობრებთან. რატო? ფსიქოლოგი რო დავიწყეთ, თქვენ უფრო დამევასეთ. ეხლა ფსიქოლოგი აღარ მყავს, თქვენც არანაირ არაფერს არ მაძლევთ. ხო, ანუ ჩემი excitement, მაგრამ ვაფასებ მაინც რომ ის 9 საათი მეგონა რომ ვნახავდი და თან მეშინოდა რა რომ მეთქი ისეთი კაი რომ ახსოვს იმედია ისეთი იქნება და რაღაც ჩემი მოლოდინები არ გაქარწვა. გაკლია ეგ შეგრძნება. იმენა მაკლია, აი მახსოვს, აი რაღაც crush-ი რო ყავს ხალხო. აი რაღაც ცხოვრებას ეძლევა სტიმული. თან ეხა ეს რაღაც long distance crush-ი იყო. აი იმენა ცხოვრება, აი დავშოთ სამსახურშია ვიღაც მოგწონდეს და ყოველდღე რაღაცა გიხალისებს რომ აი შეიძლება არაფერი არ ხდებოდეს, მაგრამ мотивация არის რომ რაღაც ჩემი თავის უკეთესი ვერსია იყო. Well, what can we do? რა თქმა უნდა Instagram-საც ვნახე და აქვს private account, თან გადავჩიჩქნე. და ყოველსი ეგ ხო გითხარი? ანუ ხალხო გიჟიბით ვეძებ Instagram-ზე, თან რაღაც ორი სახელი აქვს თუ რაღაცა და ერთი სახელი მგონი მუსტაფა არის, არ ვიცი. ამით ვეძებია. Okay. ხოდა რაღაც სხვა სახელი თუ წერია, შევდივარ და ვნახულობ რომ ანი ფხაკაძე აფოლოებს. ანი ფხაკაძე იცით ხო? ანუ ვისალივსცა, მაგის შვილი. აი განათქვამი გახა. და მაგაზე მივხვდი რა პატარა არის სამყარო, რომ ანუ მაგ ბიჭს მე დავარესერჩე საიდან შეიძლება იცნობდეს ანი ფხაკაძე ამ ბიჭს და მასაჩუსეტსში სწავლობდა რაღაც უნივერსიტეტში ანი ფხაკაძე, ესეც მასაჩუსეტსში იყო, სხვა უნივერსიტეტში სწავლობდა. აშკარად პროფესია გაქვს შესაძლოა. აი ცოჩი და მეთქი oh my god. Investigative journalism ეგ იქნება და შენი აი ისეთი მოწოდება როგორც აი არ ვიცი. ანუ ჟურნალისტებაზე მივედით ისო, მე მგონი უნდა შევიცვალო პროფილი. მგონი ხო რაღაცა. და მართლა ძალიან ბავშვობიდან სულ მინდა და ჟურნალისტი ყოფილიყავი და ყოველ ჩემი მასწავლებელი მეუბნებოდა რომ აი შენ უეჭველი ჟურნალისტი უნდა იყო და რაღაც. მაშ. I think that was it, you guys. Announcement-ი რო გვაქვს? Okay. დავით იმენ არ დავიწყდა. კაროჩი ხალხო, გამდინარე იქიდან რომ ცოტა სახე გადავიძრეთ, ოდნავ პაუზას ავიღებთ. 1 წლიან პაუზას, რა თქმა უნდა. არა, 1 წლიანი შეუჩერებრივი მუშაობის არა. სულ მალე დაგიბრუნდებით, უბრალოდ რომ ცოტა ხანი პაუზა ავიღოთ. ანუ ეს თვეებზე არ არის ლაპარაკი, მართლა ძალიან პატარა დროზე. ხო და ძალიან მალე დაგიბრუნდებით, მოკლედ. ჩვენც რომ მოგენატროთ და ჩვენც რომ მოგვენატროთ ამის კეთება, ხო. მაგრამ დიდი ხანი არაა ხო მეორე, right? Well. უბრალოდ ცოტათი ამას თქვა არის საჭირო. Okay. Yeah. ამიტომ არ მოიწყენოთ მეგობრებო, როგორც გითხარით, შეგიძლიათ ჩვენ ძველ ეპიზოდებს უყუროთ. და შეიყოლიოთ თავი. მაშინებს ოღონდ ფაქტი. სულ ეგ არის, მოკლედ ძალიან გიყვარხართ. გთხოვთ დაგვა subscribe. ანუ დავბრუნდებით 3k subscriber-ი რო გვეყოლება. ანუ არა. მანამდე არ მომდივარ. აკა. კოსნით.